მე-12 წელია ქართული ლეგიონი არსებობს. მე-12 წელია ქართული ლეგიონი იბრძვის. თავად რუსული პროპაგანდაც აღიარებს, რომ უჭირთ უბრალოდ ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უფრო დიდხანს გავძლევთ ვიდრე უკრაინელები. მოდით, იუზიებს თავი დავანებოთ. მე ძალიან დიდი ხანია მიწევს საბრძოლო ვითარებაში მონაწილეობის მიღება. ბოლო 1 წლის განმავლობაში რუსეთმა შეძლო, ეს არის სტატისტიკა, შეძლო უკრაინის 1%-ის დაპყრობა. რუსებს აქვთ ექთვისება, მაქსიმალიზმი, ყველაფერი უნდათ. მოგეხსენებათ, რომ რუსული პროპაგანდა არის, პროპაგანდისტული მანქანა არის საუკეთესო მსოფლიოში. მოდით, სიმართლე ვთქვათ, ბევრად უკეთესი ვიდრე დასავლური ანალოგები. გვამებს, თავიანთ თანამებრძოლების გვამებზე აბიჯებენ რუსები და ისე უწევთ თითოეულ კვადრატულ მეტრზე მართლა ერთი ბატალიონის ჩახოცვა რა. ესა საშინელი დანაკარგი ყოველდღიური, რაც რუსეთს არ ქონია არასდროს თავის ისტორიაში. რა მნიშვნელობის ტერიტორიებზეა საუბარი და რატომა ეს ტერიტორიები ასე მნიშვნელოვანი? არის კონცენტრირება ესა პოკროვსკის მიმართულება და ძალიან წარმატებულად მიდის ბრძოლა. უკრაინელები ბუნებრივია ვერ დათანხმდებიან 28 პუნქტიან გეგმას, რომელიც ფაქტობრივად კაპიტულაცია. 28-ვე პუნქტში იყო ყველაფერი უკრაინის წინააღმდეგ. დღეს პრაქტიკულად ვართ დრონების ომში, ხო? უკვე სისტემატიზაცია მოხდა ესეთი იარაღის წარმოების უკრაინაში. რუსი პროპაგანდისტებიც კი აღიარებენ, რომ ამ ენერგეტიკულ ომში თავადაც დიდი დანაკარგები აქვთ. გადაწყვიტა უკრაინას გადმოსცეს ტაურუსის სისტემის რაკეტები. ბირთვული იარაღის დაბრუნება უკრაინისთვის პაუზა ამ ომის გამოიწვევს რუსეთის გადაიარაღებას და ორმაგი ძალით შემოტევას. დღეს ნატოს საზღვრებს იცავს უკრაინა და არა პირიქით.